Am ვიდეოში მე მოგზაურობ მთელ პლანეტაზე, რათა ვიპოვო მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკური ცხი ცხოველები. ღრმა ლურჯი ოკეანიდან დაწყებული მიტოვებულ მანგროს სისტემებამდე და კიდევ უფრო შორს. მაგრამ ერთი დაბრკოლებაა. რადგან ეს გამოწვევა გრძელდება, ცხოველები მხოლოდ უფრო ექსტრემალური გახდებიან. ეს ნამდვილი მონსტრია. ეს მოგზაურობა ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე გამოცდის. მაგრამ ერთ რამეს გვირდებით. ამ ვიდეოს ბოლოს ჩვენ პირისპირ შევხვდებით ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ არსებას დედამიწაზე. და თუ ეგზოტიკური გსურთ, ჩვენ ეს გვაქვს. მაგრამ ჯერ სამხრეთ წყნარი ოკეანის კუნძულებზე ჩამოგსვეს და ჩვენი პირველი ცხოველი უნდა ვიპოვოთ. ჩვენ ადგილობრივ ბიჭებთან უნდა შევხვდეთ, რადგან ისინი ამ წყლებს ყველაზე კარგად იცნობენ. იმედი მაქვს ისინი წამიყვანენ იქ, სადაც დიდი თევზები იმალებიან. ჩვენ ყავს ანდრე, ჩემი მეგობარი, მარკო და კიდევ ანდრე. ანდრიუსი. ეხლა თქვენ უნდა დამეხმაროთ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ ვიპოვოთ ეგზოტიკური ცხოველები, კარგი? ბიჭებო, ნახეთ ეს ბიჭები. ისინი ფაქტობრივად მე გამიძღვებიან ბიჭებო ყველაზე გიჟურ კუნძულებზე. თავდასხმის გეგმაა რომ მივახციოთ ყველაზე შორეულ ვირჯინიის კუნძულებს. წავედით. ეს მოგზაურობა არასდროს იყო სუსტი გულებისთვის. ჩვენ გადავკვეთეთ უზარმაზარი ღია ოკეანის მონაკვეთები. ერთი შორეული კუნძულიდან მეორეზე მივდიოდით. აქ ცხოვრება ისეთივე ნამდვილია, როგორიც შეიძლება იყოს. ასე რომ ბიჭები, როცა აქ არიან ამ კუნძულებზე, ესაა პრაქტიკულად ყველაფერი, რაც დასალევად აქვთ ბიჭებო. წავედით. საკუთარი საკვების დაჭერა და ბანაკის გაშლა დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ ადგილებში. ამით კოცონის გარშემო ბიჭები ყვებოდნენ ისტორიებს, იდუმალ არსებებზე და წყალქვეშა გიგანტებზე, რომლებიც იმალებიან ადგილას, რომელსაც ვირჯინის კუნძულებს ეძახიან. რამდენიმე დღის მოგზაურობის შემდეგ კუნძული ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ჰორიზონტზე. მივახციეთ ძმაო, შეხედე ამას. მივახციეთ კუნძულებზე, სადაც ოცნებები ახდება. ღმერთო ჩემო, ეს ალბათ ყველაზე სუფთა წყალია, რაც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში. ღმერთო ჩემო, სწორედ ამიტომ მოგზაურობდით ბოლო 3 დღე, რომ აქამდე მოვსულიყავით ბიჭებო. შეხედეთ ჩემს გარშემო წყალს, ეს უზარმაზარი საცურაო აუზივითაა. ალბათ ყველაზე სუფთა წყალია, რაც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში. და ეს ვირჯინის კუნძულებია. ვაუ, ჩვენ მივახციეთ ვირჯინის კუნძულებს ბიჭებო. ბოლოს 3 დღეა მოგზაურობს და ბოლოს მივახციეთ აქამდე. შეხედეთ ამ პირობებს. გვაქვს ფირუზისფერი წყალი, თეთრი ქვიშის პლაჟები, პალმის ხეები. ეს უბრალოდ სიგიჟეა ძმაო. აქ ცხოვრობენ ყველაზე დიდი ცხოველები ბიჭებო. ხელუხლებელი ადამიანური ცივილიზაციისა თუ ნებისმიერი ბუნებრივი ზემოქმედებისგან. ცხოვრებაში აქამდე არასდროს მოვსულ ვარ. სანაპიროზე პატარა ზვიგენებიც კი ყავს, ხედავთ მათ. შეხედეთ ამას. პატარა ზვიგენი, ხედავ მას. უნება ყვავის, ნუ ღელავთ ბიჭებო. მგონია რომ აქ რაღაც მართლა უზარმაზარ მონსტრებს მივაგნებთ. დღეს წყალში ბევრი დრო დაგჭირდება, აქ. ჩვენ დაგჭირდება მოთმინება და ყველაფერია გაგვიმართლოს, რომ ვიპოვოთ ამ ოკეანის ნამდვილი მონსტრებიდან ერთ-ერთი. დროა წყალში შევიდეთ და გიგანტები ვიპოვოთ. წავედით. ძალიან სუფთა ჩანს ბიჭებო და ყველგან იმდენი სათხოვარა თევზია. დროა წავიდეთ.
ძაღლ-კბილა თინუსი დავიჭირე. ბიჭებო, თინუსი გყავს, ნახეთ ეს. ამ კუნძულებზე ძაღლ-კბილა თინუსი დავიჭირეთ. ამისთვის მოვედით ბიჭებო. ბოლოს 3 დღე ვიმოგზაურეთ და ახლა ზღვის ნამდვილი ურჩხული დავიჭირეთ. თქვენ ნახეთ როგორ მოდიოდა ძაღლ-კბილა თინუსის ტალღები. ეს სიგიჟე იყო. ჩემი აღჭურვილობა ისე დაიკეცა იმ დიდ თინუსზე როგორც სკამი ბიჭებო. მე ეს დავარტყი. ის წყალში ჩავიდა და მარჯნის ქვეშ დაიმალა. ჰარპუნის ღერო გავასწორეთ და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. და ახლა ადგილობრივ ბიჭებთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მომზადებას ვაპირებთ. მათ გარეშე ეს კუნძულზე შეუძლებელი იქნებოდა, ასე რომ ავდგეთ და დავიწყოთ. წავედით. ხოძმაო. იოი. ბიჭებო, ჩვენ ასე შორს ვიმოგზაურეთ სწორედ ამ თევზისთვის და მინდა გითხრათ რატომ. ეს არის ძაღლ-კბილა თინუსი და შეიძლება ითქვას, რომ ეს ოკეანეში ყველაზე მძაფრად მებრძოლი თევზია. ეს არსებები პირდაპირ ანადგურებენ შენს აღჭურვილობას. თქვენ ნახეთ, მე პირდაპირ გავუშვი ის გასროლა. თევზმა რიფის გარშემო მათრია, შახტი დამიღუნა და ყველაფერი დასრულდა. გარდა ამისა, ბიჭებო, ეს ერთადერთი თინუსის სახეობაა, რომელსაც რეალურად კბილები აქვს. უზარმაზარი კბები აქვს და ამ რიფზე ისინი ბატონობენ. დიდი თვალი აქვთ და სწორედ ამიტომ გამოდიან მხოლოდ ღამით. ეს დიდი თვალი საშუალებას აძლევს სინათლე უკეთ შეიგრძნონ, რათა ბევრი თევზით იკვებონ. ეს არსებები მთლიანად კუნთებისგან არიან აგებული და ძალიან ძლიერები არიან. ვერაფრით შეაჩერებ მათ. ეს ნამდვილად ოკეანის მეფეა და ჩვენ ეს შევძელით. ვაუ! ყველაფრის შემდეგ რაც გამოვიარეთ, მხოლოდ ერთი რამ დარჩა გასაკეთებელი. ამ ოკეანის გიგანტის ცეცხლზე მომზადება და ადგილობრივებთან ერთად ნადიმის მოწყობა. ეს ძალიან გემრიელია ძმაო. ხო. შეხედე ამას. ჩვენ გვაქვს ლამაზი თინუსი. აქვეა ხორცი. მოდი ეს ჩავიღოთ ზვიფასო. თბილია. ბოლოვანია, საოცრად გემრიელია კაცო. კარგი ბიჭებო, მოდით, გამეხმარეთ ამ თევზის ჭამაში. ასეა სწორი. ადგილობრივ ბიჭებთან უნდა გავიზიაროთ, მოდით. აბა შენ დაიწყე ზვიფასო. ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთი საოცარი ცხოველი, მაგრამ ეს მოგზაურობა მხოლოდ ახლა იწყებოდა. ახალი ადგილი გველოდა და ფსონები მალე გაიზრდებოდა. ახალ დონეზე გადავიდოდა. ჩვენ ახლა ყველაზე გიჟურ რელიეფზე დავეშვითვით ბიჭებო. მივახციეთ იქ, სადაც ოკეანე მანგროს სისტემას უერთდება. ხელში გვაქვს მშვილდი და ისარი და ზურგჩანთა და ახლა შესასწავლად მივდივართ. სოფლიოს ყველაზე ეგზოტიკური ცხოველების საძებნელად. ამ ცხოველებს შეუძლიათ თითები მომაჭრან ბიჭებო, მაგრამ ჩვენ აქ ვიქნებით, ისრებს ვისვრით და ვნახავთ, რას ვიპოვით. ეხლა შეგიძლიათ ნახოთ, რომ წყალი სრულად არის დაწეული. და აქ ეს გიჟური მანგროს სისტემებია. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი რას ვიპოვით აქ. მომაქვს მშვილდი და ისარი, თუ შემთხვევით ვიპოვით რამე გიჟურ თევზს ან მსგავს და ასევე ყველაზე გიჟურ მტაცებელს. ეხლა ამ ნაკადულს გავყვებით, რადგან ეს ნაკადული მიგვიყვანს იქ, სადაც ცხოველები მალებიან. ნახეთ, რა სუფთაა ეს წყალი. რაღაც შევნიშნე. ჩუმად, აქ პატარა კიბოჩალა არის, არა? შეხედე ამ პატარა კლანჭებს. ეს სინამდვილეში იმისთვისაა, რომ დაიჭიროს. ერთით უბრალოდ ხორცის ნაჭრებს აგლეჯს, ძალიან ძლიერია ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს მეს მხოლოდ პატარა კლანჭი აქვს. ავიღებთ თასს და გავაგზავნებთ კვლევას. ეხლა უფრო სქელ ადგილებში შევდივართ. ეხლა რაღაც შევნიშნე იქ, შორს გავიქცევი მისკენ, ნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დაჭერას. აი იქა. აუ. შეხედე მას, ეს სიგიჟეა. მან დამკბინა. მან დამიჭირა. არა, აღარ მინდა შევაწუხო, შეგიძლია ნახო. ლამაზი გრაბია. კარგი დააბრუნე. მე ხო უკვე სერიოზულ საქმეში შევდივართ. თითები გადავაჯვარედინოთ, რომ ნიანგს არ შევხვდებით, რადგან ეხლა ყველაზე გიჟური რამ ვიპოვე. ეს რაღაც სიგიჟეა, ძმაო. ეს უცხო პლანეტელია, ნამდვილი უცხო პლანეტელი. ეს უბრალოდ გაუგონარია. თქვენ ხედავთ ამას ეხლა? შეხედეთ, როგორ იკვებება აქვე. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, კაცო. აქ ძლივს მოძრაობ ეხლა. მგონი აქედან უნდა გავიდე და იმ სათვითოს გავყვე. შეხედეთ ამ ყველაფერს, კომენტარებში მომწერეთ თქვენ თუ გაივლიდით ამაზე. პირდაპირ ფეხის გულში მერჯობა, უბრალოდ თქვათ, რომ ეს ძალიან სასიამოვნო არ არის. აქ პატარა სნაპერებია, ბლომად. შეხედე მათ. ისინი ყველანი ჩემს ფეხებთან არიან.
ვაუ, შეხედე ამას. აი კიდევ ერთი ასეთი უცხოპლანეტელივით რამე. შეხედე ამას. აქედან იწყება ზევით ადის და აქამდე შემდეგ აქამდე გრძელდება და სწორედ აქ იკვებება. კომენტარებში მომწერეთ თუ იცით რა არის ეს. და მოიყურება როგორც ზღვის კიტრის მსგავსი რაღაც ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ეს პირდაპირ უცხოპლანეტური სიცოცხლეა. შეხედე ამას. არც კი ვიცი უნდა შევეხო თუ არა. აქ არის მულეტის მსგავსი თევზების გუნდი. სწორედ ამ მანგროსებთან ახლოს ზუსტად აქ. თელი ეგ წეული გუნდი გამომეპარა კაცო, სიმართლე რო გითხრა აქ ნიანგებზე ცოტაც ნერვიულობ. ტყუილს არ გეტყვი, გავაგრძელოთ მოძრაობა, ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. ხედავ? უი, მართლა პირდაპირ იმ თევზის თავზე გადავედი. ისე ახლოს იყო. ამ ტალღის აუზებს მივყვებით იქამდე, იმ ქვის კიდემდე და მგონია რომ იქ კარგი ადგილი იქნება. შეხედე ამას, ჩვენ ვიპოვეთ ხამანცკა. ეს პატარა წასახემსებელია, ვფიქრობ, ახლავე გავხსნათ ეს. ეს მოგცემს ენერგიას, რომ გავაგრძელოთ გზა და ვნახოთ კიდევ ვიპოვით თუ არა მტაცებლებს. მოდი შევჭამოთ. სიხარულით ავიღებ ამათ. ოისტერების დიდი მოყვარული არ ვარ. ზოგჯერ შეიძლება ცოტა ტალახიანი იყოს, მაგრამ ეს იყო მარილიანი კრემისებრი, ძალიან მარტივად ჩაიცურა. ჯერ კიდევ არ გვიპოვია ის დიდი მტაცებელი, რომელსაც ვეძებთ ბიჭებო. თითქმის ზღვამდე მივედით. აქ უამრავი მოქცევის აუზია. მინდა ვნახო იქნება აქ რამე იყოს, რომელსაც ხალფანგები აქვს. ვაუ, შეხედეთ ამას. შეხედეთ ამ რაღაცას, ხედეთ ამ რაღაცას. ეს დიდი ძაღლია. თოლია დავიჭირეთ. მოდი, რა მაგარია. ეს დიდია. და ისიც კოჩლია. ბადი, შენ პრობლემები გაქვს, არა? წადი აქედან. თქვენ იცით რომ ჩვენ გვიყვარს თოლიების მსროლელები, წყლის პისტოლეტები, ყველგან პოულობთ მათ, ვერ ვაღწევ მათგან თავს. ეს ყველაზე უცნაური კიბორჩხალაოა, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს არსება პირდაპირ ჩემნაირია. ყველაზე გრძელი ხელები და ფეხები და ყველაზე პატარა ტანი. ეს სიგიჟეა. კარგი, გავუშვებთ მას. ბიჭებო, ეხლა ხან კიბორჩხალა დავინახე. ისახო თავის ხვრელის პირას ზის. თუ დამინახავს, მაშინვე ხვრელში ჩავა. ჩვენ მოგვიწევს გავეკიდოთ მას და ძალიან სწრაფები ვიყოთ, რომ ხვრელში შესვლამდე გამოვიყვანოთ. ის ზის ზუსტად იქ, იმ ხის ქვეშ. მოგვიწევს გავეკიდოთ და ვცადოთ გამოვიყვანოთ. 3 2 1 წადი. ის მკვდარია. რა ჯანდაბა? შეხედე, აიქ, ეს პატარა მდედრი კიბორჩხალა. ის მკვდარია. რა ჯანდაბა? მაინტერესებს რა დაემართა. ჯერ კიდევ აქვს მამრი შიგნით, მაგრამ არ მოძრაობს. აქ იჯდა. მზად იყო, პირდაპირ უკან ჩასულიყო თავის ხვრელში. მართლა არ ვიცი რა დაემართა ამ გოგოს. შეგიძლია მიხვდე რომ ეს მდედრია, იმიტომ რომ აქ აქვს ეს დიდი ჯიბე და სწორედ იქ ატარებს თავის ყველა კვერცხს. სუდია კაცო, ძულს როცა მკვდარ ცხოველებს ხედავ. აი ეს, ვერ შევჭამთ. ძალიან ბევრი ბაქტერია, პარაზიტი და ყველაფერი იქნება შიგნით. ასე რომ აქ უნდა დავტოვოთ. დარწმუნებული ვარ, სხვა კიბორჩხალა, თევზები ან სხვა აქაური ცხოველები ამას შეჭამენ. ხო, შიგნით ლოკოკინებიც არიან. ისინი იმ კიბორჩხალას შეჭამენ. ჯანდაბა, კაცო. ვიფიქრე რომ ეს ჩვენი კიბორჩხალა იყო. პირდაპირ მივარდი და ყველაფერი გავაკეთე. კარგი, მოგვიწევს უფრო ღრმად შევიდეთ მანგროვებში. ვნახოთ კიდევ ვიპოვით თუ არა. რეალურად ცხოველთა სამეფოში ვართ ბიჭებო. ეს კიბორჩხალები გიჟები არიან. რაც მამრები რეალურად აკეთებენ, ისაა რომ ებრაუჭებიან მდედრებს და მერე პირდაპირ საქმეზე გადადიან. და მდედრს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ იმ ბიჭთან იმრავლოს. ასე რომ დიდი მამრები, რომლებსაც აქ ვნადირობთ, ფაქტობრივად მბრძანებლობენ. ისინი უბრალოდ იჭერენ ნებისმიერ მდედრს, რომელიც უნდათ და იღებენ იმას, რაც სურთ. კარგი, ეხლა ამ ნაკადულს მივყვები. ყველა კიბორჩხალა აქ შევა და გამოვა დაბალი მიქცევისა და მოქცევის დროს. ეხა ერთი კიბორჩხალა დავინახე, ძმაო. ალბათ აქ მოხდა მაღალი მოქცევის დროს. შეხედე მას. კარგადაა შენიღული. ხედავ სად არის? ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხედავ აქ რომ ისაა, რომ ბუშტებს უშვებს. მაგრამ თავი კარგად აქვს შემალული, კარგი ბრძოლა გველის. კარგი, ფსტიფარულას მივეპარო უკრინდან და ჩავალო კლანჭებში ხელი, იმიტომ რომ ეს არსება ნამდვილი უჩხურივით გამოიყურება. ეს ნამდვილი ურჩხული კიბორჩხალაა, კაცო. ღმერთო ჩემო.
ეს ნამდვილი ურჩხულია. ღმერთო ჩემო. ის ძალიან ძლიერია. დავიჭირე. ღმერთო ჩემო. ის ძალიან ძლიერია. შეხედე ამას. ღმერთო ჩემო. შეხედე ამას. ეს ნამდვილი ურჩხულია, ეს რაღაც უზარმაზარია. კარგი, გავაგზავნოთ. ის ცდილობს დამიჭიროს, შეხედე ამას. აი ესა უმაღლესი მტაცებელი ძმაო, შეხედე მაგას, შეხედე მაგ ბჭყალებს. ეს პირდაპირ მანგროს სისტემის მეფეა. ეს ცხოველი აქ დედამიწაზე ყველა ცხოველიდან ტესტოსტერონის მეორე ყველაზე მაღალ დონეს ფლობს. თელი დღე ვნადირობდით ამაზე. და აი რა მონსტრი დავიჭირეთ. აი ესენი. აქედან მოდის მთელი ძალა. ეს გიგანტური ბჭყალები. აი ასე იჭერენ ისინი ნადავს და თითქმის ყველაფერს კლავენ. ეხლა კი აქ ორივე მხარეს 6 ფეხი აქვთ. აქ გვერდებზე ეს წვეტიანი ფეხები სწორედ ისინი ეხმარება მოძრაობაში და ეს უკან მოცურავეები კი წყალში გადაადგილებაში ეხმარება. სახე კი ყველაზე უცნაური აქვს, თითქმის უცხო პლანეტელს გავს. ისინი ტალახში ცხოვრობენ და არ ვიცი როგორ, მაგრამ მათი ხორცი საოცრად თკბილია. ზუსტად ამას ვაკეთებთ ახლა. ვიჭერთ ამ არსებას, ვანთებთ ცეცხლს და ვიწყებთ საუკეთესო მომზადებას. წავედით. ღმერთო ჩემო, ის მშვილდი და ის არის ცეცხლშია გახვეული, მეც ცეცხლში ვეხვევი. ცეცხლი, კარგი, მოდი ამ კიბოს გავრეცხავთ. შეგიძლიათ ნახოთ, როგორც ითლდება ნელ-მელა, ეს სიგიჟეა. ამ კიბოს ნაჭუჭში მართლაც პიგმენტი ჰქონდა და როცა გათბება, ფერს შეიცვლის. ის პირდაპირ ყავისფერიდან ყველაზე კაშკაშად წითელ ფერამდე გადადის. ეს კიბო თითქმის მზადაა. მოდი ავიღოთ. ის უბრალოდ საოცრად კაშკაშა ვარდისფერია. ამის გაკეთების მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ჩვენ ამოვიღებთ ყველაზე დიდ ლოლიპოპს. ეს ჩვენი საჭმელია, უზარმაზარი ბჭყალი და შეხედეთ რა წვნიანია. ძმაო, ეს საოცრად კარგად გამოგვივიდა. გიგანტური ტალახის კიბო. წავედით. ჩვენ უკვე ვიპოვეთ პლანეტის ყველაზე ეგზოტიკური ცხოველებიდან რამდენიმე, მაგრამ ის, რომელსაც შემდეგ მივყვებით, სრულიად სხვა ლიგაშია. დილამშვიდობისა ბიჭებო და ჩვენ ვართ ამ საოცარ კუნძულზე. ეს უბრალოდ სიგიჟეა ძმაო. დავასრულოთ ეს გამოწვევა, ვიპოვოთ მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკური ცხოველები. აქ არის ქალაქები, გზები, ადამიანური ცივილიზაცია ასობით მილზე. ეს ნამდვილი ველური ტერიტორიაა. და არსებობს მიზეზი, რატომაც პლანეტის ყველაზე ეგზოტიკური არსებები ამ ადგილს სახლად ირჩევენ. მგონია ჩვენი ბოლო აღმოჩენა ყველაზე საოცარი იქნება. მაგრამ ამ ცხოველის პოვნა ადვილი არ იქნება. დღეს დილით თავს სრულიად გამოფიტულად ვგრძნობ და ჩემი სხეული თითქმის ძალა გამოცლილია, ასე რომ მხოლოდ ერთი რამ გჭირდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი გამაცოცხლებელი ჯუნგლების წვენი. დროა ესამე გავხსნათ და დავლიოთ. ეს იქნება ენერგია, რაც დღეს გჭირდება. მოდი დავლიოთ. მზად ხარ? სწრაფად მოსული ერდით, ყველაფერი რიგზეა. წავიდეთ აქედან, ჩავჯდეთ ნავში და დავიწყოთ ამ კუნძულის შესწავლა. უნდა ვიპოვოთ დიდი თევზი და გიჟური მომზადება გვექნება, რომ დავასრულოთ ეს გამოწვევა. წავედით ძმაო. კარგი, აქ პირდაპირ გეიტორეიდის ლურჯი წყალია. ვტოვებთ კუნძულს უკან, ვიწვევთ კვლევას. მე და თქვენ, მიტოვებული კუნძულები, ბროლივით სუფთა წყალი. ამისთვის ვაკეთებთ ამას, ძმაო. კარგით ბიჭებო, მივახციეთ ღრმა ლურჯ ოკეანეს. დღეს ამ მაგარ მოწყობილობას ვიყენებთ, გვაქვს დიდი ძველი ქვემეხი, პირდაპირ წყალში გადავხდეთ. ღრმა ლურჯი. მოდი ვნახოთ რა არის იქ ქვემოთ, ძმაო. წავედით.
ბიჭებო, ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ყვინთვა იყო. და თუ ეგზოტიკური რამე გინდათ ჩვენ გვაქვს. შეხედეთ ამას. ეს გიგანტური მორეელია. შეხედეთ. სიგრძეში მეტრზე მეტი უნდა იყოს. თქვენ ნახეთ, როცა ესროლე მაშინვე გათიშა, ზუსტად ის რაც გვინდოდა. სასიკვდილო გასროლა, ტკივილი არ უგწნია. ეს პირდაპირ ზღვის გიგანტური პითონია. შეხედეთ მის ფერებს. ღმერთო ჩემო. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ცხოველია, რაც გიოდესმე დამიჭერია. აქ ამ კუნძულებზე ბიჭებო არაფერი დაიკარგება. ამას ნაწილებად დავჭრით და ყველაფერი აქაურ ადგილობრივ მოსახლეობაზე ყოფა საჭმელად. ისინი ძალიან მოეწონებათ. ისინი უბრალოდ აღმერთებენ ამ მურენების ჭამას. მე კი ცხოვრებაში პირველად ვცდი მას ბიჭებო. ფრეს პირველად ვაპირებ ამათგან ერთის დაგემოვნებას. აი ეს არის მთავარი ბიჭებო. ახალი სახეობების ცდა და მათი გაზიარება ადგილობრივებთან. და ძმავა, იქ არის ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ცხოველი საერთოდ. ახლოს დავაკვირდებით ამ ცხოველს. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გიჟური და ეგზოტიკური ცხოველია, რაც გიოდესმე დამიჭერია ცხოვრებაში. ზღვის პითონს გავს. ამ არსებას აქვს ყველაზე გიჟური კბილები და პინი, რაც გიოდესმე მინახავს ცხოვრებაში. მათ აქვთ უკან მიმართული კბილები, რომლებიც ფაქტობრივად იჭერს მათ ნადელს. შემდეგ კი, რასაც ისინი აკეთებენ, არის ის, რომ ტრიალებენ და ამით უბრალოდ მგონი ხორცის ნაჭერს აჭრიან. ამ არსებას შეუძლია ხელი მომაჭრას. იმდენად გიჟურია. მათ კბილებში ბაქტერიები აქვთ, რომლებიც პირდაპირ ყველაფერს აინფიცირებს, ბიჭებო. მოდით შევხედოთ ამ ცხოველის შეფერილობას. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რაც მას ასე ეგზოტიკურს ხრის. შეხედეთ ამ ფერებს. ეს ის ფერებია, რომლებიც მას რიფთან შერწყმის საშუალებას აძლევს. ეს წერტილოვანი თითქოს ფლუორესცენტური ფერები, ყავისფერი, შავი, თითქმის ქვას გავს და ისინი ქვებში შეერწყმებიან. და როცა თევზი ახლოს გაივლის, ისინი ჩუმად გამოძურებიან, დაიჭერენ მას და შემდეგ ჩვეულებრივ ისე უკან დაიმალებიან. ჩვენ პატარა ნაწილს მოვჭრით, არც კი ვიცი როგორ მიუდგე ამას, მაგრამ პირდაპირ საქმეზე გადავალთ. უბრალოდ გავყვები მუცლის ღრუს გასწვრივ. ნახავ რა სჭამდა. მისი კუჭი საკმაოდ სარიელია. შიგნით ბევრი არაფერი აქვს, უბრალოდ პატარა სტეიქს მოვჭრით აქ კუჭთან და ეს იქნება ჩვენი საჭმელი. მოდი ვნახოთ როგორია ეს ხორცი. ის ლორწოვანია, თითქმის ცხიმივით გრძნობა აქვს. კანი დაახლოებით 1 მილიმეტრის სისქის უნდა იყოს. შეხედე აქ. ეხლა ხან მოვჭერით ნაჭერი ამ მურენასგან. ალბათ ეს ყველაზე უცნაური ხორცის ნაჭერია, რაც კი ამ არსებისგან შეიძლება იყოს. ეს ნაჭერი გვაქვს. კარგი, ამას შევინახავთ და ვედროში ჩავდეთ. ეს კაპიტანს მივცემთ, მას ძალიან მოეწონება. არ ვიცი რა გემო ექნება ამას, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. წავედით.
ესენი შეიცვება. გასაჩაღებელი შეშა. სრულყოფილია. ჩვენ ამას პირდაპირ ცეცხლზე დავდებთ. ვაუ, კაცო! და ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური, ყველაზე ეგზოტიკური ცხოველია ბიჭებო. ბოლო დღესაც შევასრულეთ დანაპირები. შეხედეთ ამას. ჩვენ გვაქვს ცეცხლზე შემწვარი გველთევზა. თითები გადავაჯვარედინოთ. ჩვენი გვერდითი მორები არ იწვის. მზე ჰორიზონტზე ჩადის კიდევ ერთი გიჟური დღის ბოლოს. ველოდებით, როდის შეიტვება ჩვენი გველთევზა. ბიჭაკო, განსაკუთრებულია რომ შეგიძლია ამ კუნძულებზე საჭმელი დაიჭირო, განსაკუთრებით ასეთი ლამაზი გველთევზა და გაუზიარო ადგილობრივ საზოგადოებას. ეს მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. და სწორედ ეს არის მთავარი აქ, კოცონები სანაპიროზე. მე და თქვენ. ვუჰუ! ამ თუთას ჩვენ ვაგენოვნებთ გიგანტურ მურენას გველთევზას. არავინ აკეთებს ამას ისე როგორც ჩვენ ძველფასო. წავედით. კარგი, ჩვენი საჭმელი მზადაა, დრო დადგა. ბოლოს და ბოლოს ხორცი გვაქვს. შეხედეთ ჩვენს გველთევზას აქვე. კარგი, ახლა ამას დავჭრით. ხორცის ნაჭერს ავიღებთ. შეხედე ამას, მას აქვს ცხიმის ფენა, როგორც ღორის ხორცს. აი აქ არის, ზუსტად აქ. მორეის გველთევზას ნაჭერი. ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური გამოთვევა იყო ოდესმე. კარგი, მოდი ეს გადავყავოთ. ის ძალიან ცხიმიანია, თითქმის როგორც ღორის ხორცი. ეს უბრალოდ სიგიჟეა, ღმერთო ჩემო, მაგრამ გემოსინამდვილეში ძალიან კარგია. ვაუ, ვინი ფიქრებდა რომ მურენა ესეთი გემრიელი იქნებოდა? მართლა ძალიან ცხიმიანია, ბევრად უფრო ცხიმიანი ვიდრე თევზი, მაგრამ აუცილებლად შევჭამ ამ ხორცს 100%-ით. ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური გამოწვევა იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ მხარი დაუჭირეთ. მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი. მეტი ვიდეო აქვეა და შემდეგ გიჟურ ვიდეოში შევხვდებით. დიდი სიყვარული. ჰუ!